ბატონი დათო მინდა გაგიგნაძე. ბატონი დათო აბიჯი ისა ბატონი ჟურნალისტი მოვიდა. ეხლა და წუნებულების თათბირია და ითხოვს რომ თათბირს დამასწროთო და როგორ მოვიქცე? ხო და ამ ჩემს მე არ გავფრთხილები ვართ და რანაირად მოახერხო არ ვიცი აგერ მიგწას და მე მიიღეს. კარგად. ვინ არის რომელი ჟურნალისტი? აუჯობათ. მოიწვიეთ თუ შეიძლება და გადავწყვიტოთ შემოხვერთ თუ არა. გადასაწყვეტი რა არის ღია თათბირია და შეიძლება გადავწყვეტ. ეს მეორეა იმ საბასნაირია თქო. მაჩვენეთ თქვენი პირადობის მოწმობა. პირადობად მოწმობა არ არის, არის ჟურნალისტის მოწმობა. აუჯობათ. ახლა მოიტანე უფრო კარგად დავინახე. აგე აი ნახე. რა გნებოთ თუ შეიძლება? უნდა გადავიღო თათბირი. არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ შეიძლება რომ გადავიღო. არ შეიძლება. და რატო არ შეიძლება მაშინ ის მითხარ. ნუ ახლა ამ დროის თამაში როგორ ბუდი დავამხნიას ხომარდუა. შენობაში არ უნდა ნება თუ არ გადახებას? რისთვის უნდა ნებართო? საჯარო ჩვენ გვაქვს უფლება რომ თქვენ დაგიშვათ თუ არა. თქვენ გაინტერესებთ რა საკითხებს საუბრობთ? კი ბატონო. გეტყვით რა საკითხებს საუბრობთ? თქვენ განიხილეთ ეს საკითხები სოფლის წვრთნებულები ხო გყავთ მოწვეული? დახურვის ხდომარა შუაში. თქვენ მითხრათ რა საკითხები გამიხილოთ? მითხრათ რა. არა მე გისმენთ თქვენ იმისთვის ვარ მოსული რომ ხალხს მივაწოდოთ თქვენს მიერ განხილული მასალები. ხელს არ გიშლით მუშაობაში. გეტყვით მეთქი რას ვიხილავთ? ეხლა მეტყვით თუ მაგრამ თქვენ გამიდამორობთ იდგეთ და თათბირი შეიწეროთ მაგის უფლება არ აქვს. ჩვენ მე უნდა დაგეთანხმოთ. რა გეთანხმებით? ყველგან ნებადართულია ეს თათბირების გადაღება. საჯარო შეხვედრა. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულება ყველასა. საჯარო დაწესებულება არის, მაგრამ არ არის საჯარო ხდომა. დახურული რას ხდომა მაშინ ეგრეთ. დახურულ საკითხს გადაგიხადოთ. იურის დაუძახე ჩვენსას. დაიცადეთ. დაცვის პოლიციას კიდე. ისე ძალადობა თუ არის თქვენ დაშვებული? ება გაქვს მაგისი ძალადობა? ეხლა ძალადობ. თქვენ არა ძალადობ, ზაბარაში. რას ძალადობ? გეგეუბნებით, გეტყვით, დღის წესრიგს მეთქი, რაზე ვსაუბრობ? და მე იმზადით დატოვეთ ოთახი. გისმენთ განიხილეთ. გეგეუბნებით, რომ არა, მე მაქვს უფლება, დავიგე და გადავიღო ყველაფერი. თქვენ ჟურნალისტები ხელს სავი საქმიანობის შესრულებაში მეუბნებით დღის წესრიგს გეტყვით. ხო, აბა რა გაინტერესებს ხო? ეს საკრებულოს ხდომა არ არის ბატონო. თათბირია და რომელი კანონი ზღუდავს ჟურნალისტ დახურულ შენობაში გადაღებას? დახურული რა რომელი დახურული შენობაა? აბა რა ღიას ვიცეში ნებისმიერ შეიძლება გადაიღო და დახურulში არა. რა მნიშვნელობა? მეცნიერთა კანონები და არა ჩვენ. ისმენთ რომელი კანონია? საკრებულოს ხდომა არ არის ესეთი. თათბირია ვიცი და საჯარო შეხვედრაა. საჯარო შეხვედრა არ არის. თათბირია. ყველაფერიციან არ არის. კარგად. საჯარო შეხვედრა თათბირია. კანონით რო დავუკვირდეთ. უნდა იყოს უფლება ამ შემთხვევაში და ასე. დააფიქსირეთ, ეს საუბარი და ეს რო საკრებულო იყოს, კერფუხრის და დავყუროთ იმას არის. და გამიხილავთ იმას. საკრებულოს ხდომა არისია, ყველა ეს არის საკრებულოს ხდომა, ეს უნდა იცოდეს უყურე ჟურნალისტი. ჩვენ ჩავგეშალა ახლა. თათბირობით მართლა სერიოზულ საკითხს და თუ ეს ყოველდღე მოხდა. და იმენ წერილს იმას გვითხავს. მისმინეთ თუ სერიოზულად სიტყვა არ გამოჩეს. რა საკითხი ხარ, ვიტო ნორმალურად იქცევი ახლა შეიძლება. სერიოზულ საკითხზე ვჯელობდე. გისმენთ მე რაში გიშლით ხელს, ეგ მითხარ. აი და ნორმალურად მიშლით. არ ვილაპარაკებ, თქვენი ლაპარაკეთ იმისთვის რომ გერდიო როგორც ჩემსკი მომართული ეგ მიშლის. გამერლობდები. ჩვენ რა დასამალი მაგალითად შენ იქცევ. დიახ. ნუ ძალიან ცუდად იქცევ, უზრუნველად იქცევი. რამე და არ იქცევი კანონია, რომელიც აქ კანონი მაძლევს უფლება, ყველაფრის უფლება არავის არ აქვს. ყველაფრის არა, უბრალოდ ღია შეხვედრა, საჯარო შეხვედრა და ამის უფლება მაქვს. საჯარო შეხვედრა არ არის, ეს არის გადავიღო. თათბირი. გეუბნებით რა სადაც განვიხილავთ? გეტყვით მეთქი და არ გაინტერესებს. იძახი რომ უნდა ჩავიწერო. ისმენთ. ნუ დადეკი და ჩაიწერე. ისმენთ რა. გავჩუმდი. ისმენთ.
აი სასოფლო სამეურნეო ბარათების დარგებაზე გვაქვს საუბარი. დიდი პრობლემა. და იმ ხარვეზებზე, რომელიც უკვე გამოჩნდა აი ამ სასოფლო სამეურნეო ბარათების დარგებაში საქმეში, ეს არის პირველ რიგში სიების დადგენა. აი ეს არის საკითხი ჩვენი განსახილველად. კიდევ რა არის საინტერესო, რომ ჩვენ როგორ ვისაუბრებთ, რას ვიტყვით, მერე თქვათ წერი შევადგენთ შესაბამის ორგანოზე გასაგზავნოთ, რომ ეს ხარვეზები გამოავლინოს, ეს უნდა ჩაიწეროთ ყველაფერი. რა ვიცი, ჩავიწერო თუ პრობლემა არ გაქვს თქვენ, რომ ჩავიწერო. პრობლემა გვაქვს, ეს მართლა შეშლა არის ხელის რაღაცაკი. რა ახლა რა საინტერესოა ჩვენ რას მოვილაპარაკებთ, რომ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ამის მერე. თქვენთვის საინტერესოა რა? ხალხისთვის არის საინტერესო. რა თემა გაიგებს? ჩვენი საკითხებიც გადავაგებთ და პირადი საკითხები? მე ერთად გეტყვით და ჩაიწერეთ. აქ რასაც ვლაპარაკობთ. დიახ. ჩვენ ვარ ტერიტორიული ორგანოს მონებულები და ჩვენ გვაქვს ხალხის ყურამდე კანონში პირდაპირ წერია უშუალო პენდვალებია ხელისუფლებასა და ხალხს შორის ვარ ჩვენ კავშირს ვაპარებთ. იქიდან მოგვაქვს აქედან მიგვაქვს ინფორმაცია, ანუ კანონი რაც არის. კონკრეტულად თუ რამე გაინტერესებთ თუ ახლა მართლა ჩაგვიშალეთ და სერიოზულ საკითხზე ვლაპარაკობთ. და მეც დავკარგე ის რა მეთქვა. თუ არ და წინასწარ გამთხილდები ჩვენ შევეგუებით მომზადეთ რომ ვიღაცა იქნება და გავაგზავნეთ იმ თათბირს რა არის და რა დასამალი კი არა. საბამ გააკეთა წინაპირას თუ ის წინაპირას, ზუსტად ისე მეორეს არა პრობლემა არ არის ახლა ვინ უმალავდეთ. აქ რასაც ვლაპარაკობთ ვიღოთ ხალხის ვინ ვლაპარაკობთ და ხალხის ვინ ვთქვით ხალხო რა ეგრე არა ვიღა. და ეგონება აქ რაღაცა სამხედრო საინგურებაა და იმადა გეგმებსა. ხო მე ეს რაც ჩაიწერეთ თუ გაუშვეთ სადმე მომიმე არხით არა მოჭრათ და როგორც საუბრობთ ისე კი ბატონო თქვენ იძახით რომ ძალიან საინტერესო იქნება ახლა ჩვენ თათბირი 2 საათი თუ გაგზავნა თქვენ 2 საათიან გადაცემას გააკეთებთ კი ბატონო და ვინმე დაუგდებს კურს იმას კი თქვენ ხალხი რომ მოიყვანეთ ახლა მიზნად ხარ საინტერესო სად არ ხდება თქვენ ჩვენ საიტს კითხულობ? საიტი ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერნეტ გაზეთი ქართლი ჯი. საინტერესო გაზეთია, საინტერესო ადამიანები მზადებიან. სიამოვნებით გამოცდილებთ თქვენ გაზეთს. მე მგონი ხელის შემშლებს არაფერს ვაკეთებ ჟურნალისტი. დილობა ზურგია. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. სავა ჩვენი რედაქტორია. რედაქტორი რედაქტორი Ana uzaklıktan bir bu adam. რა ვინ უშავეთ მე რაში გიშლით ხელს ვერ ხვდები. კი მქონდა უფლება. ჟურნალისტი ვარ და მქონდა უფლება. თქვენ მოგვაჩვენეთ კანონი ძალიან ხო გვაჩვენეთ კანონის საფუძვლის შემოწმება დახურუჩინებაში ვიდეო ეს არის საჯარო სხდომა ეს არის საკრებულო სხდომა რომელიც თქვენმა გადაიღოთ შეგიძლიათ გადაიღოთ აქ ნუ ეს საფუძვლის სიმბოლო რა საფუძვლის მერ ადამიანს შეიძლება ხან ნებისმიერ ადამიანს შემოვიდეს და დაესწროს შენ სხდომას ნებისმიერ ადამიანს როგორ მე ჟურნალისტი ვარ და მაქვს გამშვენობა აქვს ბარო საჯარო შეხვედრა საჯარო გადავიდა. რაც არის ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია შესულა თქვენ საჯარო მოხელეა ხარ? კი საჯარო მოხელეა ხალხისთვის ხომ მუშაობ? კი ხალხის და დასამალ გამოვა აქედან კი ბატონო. მოგცემთ ინტერვიუს შეგაწერინებთ თაზე ვილაპარაკეთ თაზე ვისაუბრეთ ყველაფერი იქნება მაშინ მოგცემ ინტერვიუს რა. მის მუშაობ თქვენ? არა უბრალოდ არა ეს რა არის განსაკუთრებული Trebuie să aveți problema la boc. Totul da oțeta, da ყველაფერი ნორმალურად იყო. ტრაქტორებით გემიაჩე კეთდა. იდეაში მოშოვა. თქვენ სამუშაო ომის კონტროლს კი, ჯერ ბატონო მიგოჩერება. გზა ანგლოვის შენობამდე მიდის, არამედ პრობლემა არ არის. სიებზე და პატარა უზუსტობები, ოღონდ ნაკვეთის ფართობებთან მიმართებაში და დავდივართ კარდაკარ მე და სპეციალისტი და შეძლებს და გვარად ვასწორებთ რა. და მოვასწორდა დროულად მე დავწოდოთ სამინისტროს.
დიდი პრობლემა იყო მაგალითად მოსახლეობები მონასტერია ბერლინში და ხალხმით თქო გაიცნდა და პრაქტიკულად მოხდენი ამჯერად ეს პრობლემა იყო ძვირად შეგვეშვა გუჯება თითოეულ შეგვიწვა ისეთ განსაკუთრებულია არის ერთი წლის პრობლემა რომელიც ძალზე პრობლემა გაკეთო იქნება ყველაფერი საკმაოდ განმარტეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა 2014 წლის შემოყვანილი და ღვთისას და წრომსაც ეშველება მას ამფიგარებით მოიგი თანხის სტილი მადლიერების პრობლემა როგეთება მერეჯობია მადლიერებს ზონის პრობლემა ფაქტობრივად საერთოდ ესეთი იყო შეფერხებით მოძრაობა დანარჩენი ყველა სუპერშინის სისტემაზე გაწმენდილი ყველაფერი რეალურად ჩატარდა დანარჩენი რაც შეეხება სიძე მუშაობას ყველაფერზე მუშაობდა იგივე სიტუაცია რუსეთშიც სასთან პრობლემა არ აქვს სიერთან დაკავშირებით მოხსენებით ბარათში დაძაბულებით მოგწყვეტ ბატონ გიორგი რა პრობლემებია და რა მოსაზრებები გვაქვს ჩვენ როგორც მივაჩნია რომ უკეთესი იქნება ხარვეზების გამოსწორება თუ დრო იქნება და საშუალება იქნება როცა სამინისტრო მოგცემს რაღაც პერიოდს მე ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება და გამოსწორება სულამშიც კარგად ჩაიარა აქეთ სამშობლო გადმით სამშობლო ჩატარდა შეუდგარებლად ესე თქვა რა თან პოლიციაში რაც კი ჩატარებულა ყველა საუკეთესო იყო პარტ ადარჩენილი არც ერთი ქუჩა სადაც შეიძლება შესულიყო ფაქტორი ყველა ალბომი გაიცნეთ აბსოლუტურად და სიერთთან დაკავშირებით ჩვენი პრობლემები უშუალოდ სიებს დადუდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, მნიშვნელოვანი. მოსილობით ძალიან დიდი სამუშაოა ეტაპობრივად შევძლებთ ამას. გომში იგივე მდგომარეობა იყო ჩვენ სამყაროში ცხოვრობდა, მაგრამ შეიძლება სხვასთან შედარებით უკეთესი, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო გვეხმარება და რაღაც გზებს გვიწმინდა ასვაფირებული რომელიც არის და მართლა კარგად არის საქმე. მე მადლობას მოუხადე ამ ხელმძღვანელ პროგრესებოდა წელა. კი. დეკემბერში რაც დავისახეთ როკეტ და იგივე საკითხები უარი ყავი წვრილი რაც დავისახეთ და მაშინ რო ვილაპარაკეთ, ალბათ უკვე დავიწყებთ კეთებას და თუ დაგვაცდია საკეთებს და თათმის ალბათ დავიწყებთ კეთებას ის წვრილი რაღაცეები რო დავხსნა რა. აი ეს უბრალო რაღაცეები რაც არის. უმნიშვნელო გაკეთდება ყველაფერი კარგი. ვიცი ეს სხვა რა ვიცი, გომში არაფერი პრობლემა, გომის ტერიტორიული ორგანოების რეალობაში რა. ასე 99% კარგად არის. მეტად ასე იყოს და ასე ყოფილიყო ადრეს. გზების პრობლემა, გასვლის პრობლემა არ შექმნია. ბატონო გიორგი თოვლისგან ტრაქტორები საკმაოდ ყავს, ყველა სოფელს ემსახურება თითქმის თითო ტრაქტორი. ახლა სხვასაც ვეხმარებ. ერთი პრობლემა რაც გვაქვს ახლა ამაზე გამომახვილი ყურადღებას. ყობიდან ის მოსახლეობის საკითხი ყავდა ის ოსები არის. ხო, როცა რუსთავში ერთი გორჩი ცხოვრობს ერთი 4 ქონა გადა აი პატარა მდინარე გამოდიდა იქ გადავიდა. სკოლის შენობაში შევიდა ერთად გააკეთა წნელისში და იქ დასახლდა. ახლა ამ დაახლოებით 4-5 დღის წინ დავიკავშირდნენ ეს წასულები. ელექტროენერგიას ესენი დემონობდნენ ხო, იმ მოსევების წოდებული საზღვრის გამყოფი ხაზის იქიდან. რუსმა ჯარისკაცებს ჩაჭრეს, ეს ელექტროსაბელები ჩაჭრეს, მოძები წამოიდეს და გაჩნდნენ ბუდები. გაზაფხულდება თუ არა, ალბათ თებერვლიდან უნდა გავუგუნდეთ მოსახლეობა. ჩვენ ვიტყვით, მომთხოვეს იცის ნაკვეთები თუ რამე უნდა დავამუშავოთ 1-4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გვინდაო მეუთხარი დიდი სიამოვნებით არის ის საშუალება რომ დაამუშავოთ და მივცეთ. უნდა ეს ელექტროენერგიის მეთოდება აუცილებლად უნდა აღვიდგინოთ. იქიდან აღვიდგინოთ? არა, იქიდან გავაკეთოთ. იქიდან გავაკეთოთ. დაახმარება აუცილებლად ეს ყოველი შეხედვაში უნდა გავაკეთოთ. მე ახლა წერილობით და გრუზიას ხო ველაპარაკი იმასაც რომ დაგვავალებს ბატონ გიორგი. დანარჩენი ესეთი არაფერი პრობლემა ნორმალურად არის.
ზემიდანაც ჩვენს ნორმალურად ავარ და ჩვენი სამუშაოები ნორმალურად ჩატარდა ყველაფერი, ერთადერთი ბატონო გიორგი ამარად ერთაობაზე მაქვს. ბანანა პრობლემები, რომ ახალი სპეციალისტები ყავდა ფაქტიურად მოსახლეობა ვერ იცნობს. და ხაშურიდან გადაიცემა. ესეთი ბარათი ისეთი. არა, გეტყვით ეხლა ფაქტიურად სოფელში მოძრაობა არის, მაგრამ დრო გამოვიდეს და სამუშაო საათებს და მოდი 12 საათი. თითქმის 1 საათი, მე იქნა ბოლოების გამოდის და იმას უნდა გამოგვიყვება. იგი მაგრამ როგორ ამ გოგონას ახალი შეუწევს. რაღაცა ბინი თაობა. და თხოვი და ბინი თაობას როგორ შეუწევს? ვიცი, რა მე ეგრე თქოვა და. აკე თქოვა თუ რა, ბატონო მე ვიტყვი. თუ არა ახალში გრუპი და მიგობრი რომ იმე დავი. თავი და კონკურსში მონაწილეობდა, ხო იცოდა ეს სპეციალისტი 12 საათზე მოდი და 2 საათზე ბრუნდება. 1 საათი ფაქტიურად საგებულოში და რა გავჭირდება, ორ შეიძლება მოსაკვეთო საკმარისი. შენ საწინააღმდეგოდ არის. არა, რა მე ხوارო გადაიცე როგორ არა რა ვიცი რა ბინარგი მასამე უნდა ხოლმე ფიქრო რომ იმეს კონდეს შევასწავლო. აი საკითხი სათათბირო საკითხი არ არის ისე სამაჯარო პერგარი სამაჯარო ვალებე გამიო დაწყებით სამთავრობო და ყველა სოფელთან ხელსხომართლიშიც გადადარებაში თუ გინდა გაგეცლე. ბუდეში ბატონო, შეიძლება თათბირო დავამთავროთ. ხალბატონო, მეგეკითხე. ისე მიმდინარეობა მოგეწონათ თათბირის თუ რამე შენიშვნებია? არაფერი. თქვენ დაგობით დავასრულეთ მაშინ. დავასრულეთ.